გორჩის სახალხო დამცველი იმყოფებოდა ლევან იოსელიანმა სოციალური საცხოვრისი დაათვალიერა და იქ მცხოვრებლებს შეხვდა. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საცხოვრისში ღირსების შემლახველი პირობებია ადგილობრივებისთვის და ისინი ხელისუფლებამ სხვაგან უნდა გადაიყვანოს. სახალხო დამცველმა გორის სოციალურ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან. ახსოვს რომ მოთხოვნა იყო თქვენი რომ ეს გასულიყო. გორის სოციალურ საცხოვრისში არის აბსოლუტურად ღირსების შემლახავი პირობები ადამიანების საცხოვრებლად. შარშანაც იგივე იყო, წელსაც იგივეა, ბევრი არაფერი შეცვლა სიმართლე გითხრათ, რამდენიმე აბაზანა მოაწესრიგეს მართალია, მაგრამ ეს ვერ ცვლის პრინციპულად აქ სიტუაციას. ამ ადამიანების აქ ყოფნა არ შეიძლება, სახელმწიფომ უნდა გაიყვანოს ესენი და გადაიყვანოს ღირსეულ პირობებში. აქ არის 60-ზე მეტი ბავშვი, 80-ზე მეტი ოჯახი. ყველაზე დიდი უბედურება კიდე რა არის? მეტადონის პროგრამა ფუნქციონირებს ამ შენობაში, თქვენ წარმოიდგინეთ, სადაც ბავშვები არიან. ეს ხალხი უკვე წლებია ითხოვს, რომ ეს მაინც გაიტანონ აქედან, ხო, როგორ შეიძლება ეს პროგრამა იყოს არასრულწლოვანებთან ერთად. ამაზე მე წინა ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, წინა გუბერნატორთან, ეხლა აქედან მივდივარო, შევხვდე ახალ გუბერნატორს, ისევ ამ საკითხებზე ვესაუბრო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ მიაქციოს ყურადღება გორის სოციალურ საცხოვრისს. ასეთი მდგომარეობა საქართველოში მე ყველგან ამყოფი ვარ, ყველა სოციალურ საცხოვრისში ამყოფი ვარ. ყველა თავშესაფარში ამყოფი. ასეთი მდგომარეობა არსად არ არის. აი წყალში დგა და ავარიული მდგომარეობა. სეზარი რო გაიყვანა ტოლილები, მაშინ ამბობდა რომ როგორ შეიძლება აქ ხალხი ცხოვრება. კედლებია დამსკდარი ბინა 4-5 ბალიც რო იყოს კედელი ძირსაგდია ისა და ხედონი არა ვარ. ძალიან კარგია რომ შეძლოს და დაგვეხმაროს. ბავშვები ცხოვრობენ, პატარები, უმწეუები და არ შეიძლება რომ სადაც ეს მეტადონის პროგრამა არსებობს, იქ რომ ბავშვები ცხოვრობდნენ.